მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდა ფიზიკაში 2024 წელი ამოცანა ნომერი 34. დამუხტული ბრტყელი კონდენსატორის ფირფიტებს შორის მანძილი ორჯერ შეამცირესო. ჩავწეროთ მოცემულობა. რა გვაქვს მოცემული? მოცემულობით. მოდი ასე გავაკეთოთ, თუ ორჯერ შეამცირეს თავიდან d1 მოდი დავიღოთ. 2 d-სტოლი თუ იყო პირობითად თავიდან მანძილი კონდენსატორის ფირფიტებს შორის, მაშინ თუ ორჯერ შეამცირეს d2 გახდებოდა d-სტოლი. პირველ შემთხვევაში მანძილის შეცვლის წინ კონდენსატორი გამორთეს დენის წყაროდან. თუ კონდენსატორი გამორთეს დენის წყაროდან, მაშინ მასში დაგროვილი მუხტი აღარ შეგვეცვლებოდა, ესე იგი პირველ შემთხვევაში. Q1 ტოლი იქნება Q2 და ტოლი იქნება, მოდით ეს Q დავარქოთ ორივეს. ხოლო მეორე შემთხვევაში მიერთებული დატოვეს დენის წყაროსთან. მეორე შემთხვევაში დენის წყაროსთან თუ მიერთებული დატოვეს, ამ შემთხვევაში უკვე ძაბები აღარ შეგვეცვლებოდა. Q1 ტოლი იქნება U2 და ტოლი არის UC. და რას გვეკითხებიან, რა უნდა აბა შევხედოთ, რამდენჯერ შეიცვალა კონდენსატორის ენერგია თითოეულ შემთხვევაში. ესე იგი W2 შეფარდებას გთხოვენ W1-თან. ამ შეფარდებას თუ დავითვლით, გავაკეთოთ იმასაც, თუ როგორ შეიცვალა და რამდენჯერ ეს ჩვენი კონდენსატორის ენერგია თითოეული შემთხვევისთვის. კაი, ახლა განვიხილოთ პირველი შემთხვევა. პირველ შემთხვევაში W1 ტოლი იქნება Q1-ის კვადრატი შეფარდებული 2C1-თან, ხოლო W2 ტოლი იქნება Q2-ის კვადრატი შეფარდებული 2C2-თან. ასე, და ჩვენ გვაინტერესებს W2-ის შეფარდება W1-თან. W2 არის Q, ხო, მოდით ახლა Q1 და Q2 ხო ჩვენ ვიცით მოცემულობით, რომ Q სტოლი არის და მოდი ეს გავითვალისწინოთ და აი აქ ინდექსებს მოვუშვი. შესაბამისად W2 არის Q კვადრატი შეფარდებული 2C2-თან, გაყოფილი ანუ გამრავლებული W1 შებრუნებულ სიდიდეზე 2C1 შეფარდებული Q კვადრატთან. ესენი შეგვიკვეცა კვადრატებით შეგვიკვეცა და დაგვრჩა შემდეგ გამოსახულება C1 შეფარდება C2. აჰა, ესე იგი W2 შეფარდება W1-თან ტოლი ყოფილა C1 შეფარდება C2-თან. მაგრამ მეორე მხრივ თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენ C1 ტოლი არის ε0 S1 შეფარდებული D1-თან, C2 უდრის ε0 S2-თან შეფარებული D2-თან. და ფართობი არ შეიცვლებოდა ერთ და იგივე კონდენსატორებზე გვაქვს საუბარი, ფირფიტების ფართობები, ამიტომ ინდექსები ახაც მოუშალოთ, ტოლი არის ერთმანეთის და მაგიტომ. და აქედან გვინდა აი C1 შეფარდება C2-თან გავიგოთ. აქედან C1 შეფარდება C2-თან. ტოლი იქნება C1 აგერ არის ε0 S შეფარდებული D1-თან, გაყოფილი ანუ გამრავლებული C2 შებრუნებულ სიდიდეზე ε0 S. ესენი აქ შეგვეკვეცა და ეს ტოლი გამოგვივიდა D2 შეფარდება D1-თან. ანუ ეს სიდიდე C1 შეფარდება C2-თან, D2 შეფარდება D1-თან ყოფილა. D2 აგერ მოცემულობით D-სტოლია, ხოლო D1 2 D-სტოლია, 2 D-სტოლი ყოფილა. ესენი შეგვეკვეცა და დაგვრჩა 1 მეორეთი. აჰა, ესე იგი W2 შეფარდება W1-თან თუ 1 მეორედია, აქედან W2 ტოლი ყოფილა W1-ის ნახევარი. ესე იგი თავიდან თუ იყო ენერგია W1 და მისი ნახევარი თუ W2-ია, მაშინ ორჯერ შემცირებულა, ხო? იმიტომ რომ 2-ზე გაყოფით W1-ის ვიღებ W2-ს. ესე იგი პირველში შეგვიძლია დავწეროთ პასუხი, რომ ორჯერ შემცირდა. ეხლა გადავიდეთ მეორე შემთხვევაზე. მეორე შემთხვევაში რა გვაქვს? ხო, მეორე შემთხვევაში. ეხლა მეორე შემთხვევისთვის გვაინტერესებს, იგივე შეფარდება W2 შეფარდება W1-თან. ამისთვის გავითვალისწინოთ ის ფაქტი, მოდით აქეთ დავწერ, რომ W1 თავისუფლ ტოლი არის U1 C1 U1-ის კვადრატი ნახევრის, W2 ტოლი არის C2 U2-ის კვადრატი ნახევრის, ასე. U1 და U2 მოცემულობით ერთმანეთის ტოლია და ესენი მოვშალოთ და გავყოთ ახლა ესე იგი W2-ს ყოფთ W1-ზე, W2 აგერ არის C2 U კვადრატ ნახევარი, უნდა გავყო W1-ზე, ანუ გავამრავლო მის შებრუნებულზე 2 შეფარდებული C1 U კვადრატთან, ესენი შევეკვეცა და ეს ტოლი გამოგვივიდა C2 შეფარდება C1-თან. წინა მაგალითში პირველ შემთხვევისთვის C1 შეფარდება C2-თან მივიღებთ 1 მეორედი და მაშინ C2 შეფარდება პირიქით C1-თან გამოგვდის 2 ტოლი. ეს უდრის 2-ს. ხო, შესაბამისად აქედან ვასკვნით, რომ W2 ტოლი ყოფილა 2W1-ის. ანუ მეორე შემთხვევაში პირიქით ენერგია ორჯერ გაზრდილა. ორჯერ გაიზრდა.
ზარდა.